გიხსენებათ იქედან გამომდინარე რომ ახალმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ნაციონალური მოძრაობის მიერ სადამსჯელო შემოღებული კანონპროექტების შესაცვლელად მოგელაძის კანონპროექტის და კანონის შესაცვლელად ჩვენ სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ დაგვაჯარიმეს 65,000 ლარით. დემოკრატიული მოძრაობა პარტია რომელიც დაარსების დღიდან იბრძოდა შეუპოვრად ქვეყნის დემოკრატიისათვის, იბრძოდა დამდაშავე რეჟიმის და ხელისუფლების წინააღმდეგ და პარტია რომელმაც განუზომელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ქვეყანაში აღარ არის სააკაშვილის რეჟიმი და იმაშიც მათ შორის, რომ გაიმარჯვა სწორედ ქართულმა ოცნებამ. აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენი პარტია ყველანაირად ამოღებულია ქართული ოცნების ძალისხმევის შედეგად იმ პარტიების ნუსხიდან, რომელსაც ენიჭებათ კვალიფიციური პარტიის სტატუსი, რომელთაც აქვთ დაფინანსება, ამასთან ერთად იმ თანხასაც კი გვართმევენ, რომელიც ჩვენ მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგის შედეგად და რომლის დახარჯვაც ჩვენ ბუნებრივია გადაწყვეტილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ეს არის პირდაპირი მცდელობა ხელი შეუშალონ დემოკრატიულ მოძრაობას, რომ ჩვენ ვაწარმოოთ ნორმალური საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ ძალიან ეშინიათ დემოკრატიული მოძრაობის. ეს არის უსამართლობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს, რომ სწრაფად განეხილა აღნიშნული საკითხი, რომ არ დავჯარიმებულიყავით, პასუხი არ მიგვიღია და სავარაუდოდ ხვალ ჩვენ ეს არის ბოლოვა და გადაწყვეტილი სასამართლოთი ჩამოგვეჭრება პარტიის ანგარიშიდან 65,000 ლარის ოდენობით თანხა. ეს არის სამარცხვინო ლაქა ახალი ხელისუფლებისათვის, რომელიც 50,000-იან ჯარიმას უწესებს მერს, რომელსაც 50 მილიონის გაფლანგვას ედავება, 50,000 უწესებს გადასახდელად ბატონ ჭიაბერაშვილს, ხოლო იმავე საქმეში მეორე ადამიანს ვანო მერაბიშვილს 5 წელს უფარდებს და ჩვენ კი დემოკრატიულ მოძრაობას 65,000 ლარს გვართმევს უსამართლოდ, უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ ეშინია ქვეყანაში რეალური კონკურენციის და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების. დანარჩენი თქვენთვის მომინდია. ამ განცხადების გარდა რა ზომების მიღებაა თქვენი მხრიდან შესაძლებელი? ეხლა ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი გავასაჩივროთ იმ სასამართლოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ძალიან მოწონს, მაგრამ ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, რომ ჩვენი დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მოსამართლემ, რომელმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ჩვენ რა თქმა უნდა არა გვაქვს კუბლაშვილის სასამართლოში იმის იმედი, რომ რაიმეს მივაღწევთ, თუმცა ერთიც საინტერესოა, არც ის კანონი არ შეცვალა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც თავის დროზე ჩემს დასაჯელად შემოიღო სააკაშვილმა და ბაქრაძემ სასწრაფო წესით, 3 დღეში მიიღეს ეს ცვლილება პარლამენტში, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაჩენის გადაწყვეტილება შედის ძალაში და თუნდაც შენ მერე გამართლდე და მოიგო თანხა გადახდილი გრჩება და მე უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ ეს თანხა დაიბრუნო, რაც უბრალოდ არ მოესწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ანუ ჩვენ 65,000 ლარი ამ არჩევნების წინ უბრალოდ წაგვართვეს, რომ არ გქონდეს რეალურად, ასე ვთქვათ, სერიოზული აქტივობის შესაძლებლობა. მიზეზი რა არის აი ამ დაჯარიმების? მიზეზი არის აბსოლუტურად ხელოვნური და ასე ვთქვათ, თითიდან გამოწვეული, ყველამ ძალიან კარგად იცით, როგორი არის წინა საარჩევნო კამპანია, როდესაც რა თქმა უნდა ძალიან ძიმე რეჟიმში უწევთ ადამიანებს მუშაობა და იმის გამო, რომ რამდენიმე ოფისი, რამდენიმე დღით გვიან გაფორმდა ოფიციალურად ან რაღაცა ხარვეზი იყო გაფორმებაში, დააჯარიმო მებრძოლი პარტია 65,000 ლარით, როცა მილიარდები აქვს ნაციონალურ მოძრაობას ხალხისთვის მოპარული და იმ მილიარდებიდან ერთი თეთრი არავის არ დაბრუნებია. სამართლიანობა არ აღდგენილა არავის მიმართ და ქართული ოცნების გარდა არავის არ დაბრუნებია ქონება, მაინდა-მაინც მარტო დემოკრატიული მოძრაობა დააჯარიმო, ეს უბრალოდ მე ვფიქრობ დიდ ახსნა განმარტებასაც არ საჭიროებს, რასთან გვაქვს საქმე.